კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თქვენ უყურებთ ვახოს ანაიას ამბებს. დღის 4 საათზე მართველი გუნდი, ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და საკონსტიტუციო სასამართლო პოლიტიკური და სამართლებრივი ყურადღება ახლა მთლიანად ბათუმისკენ ამ მიმართული ბრძოლა გავლენებისთვის თუ რეალურად დამოუკიდებელი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტი. გაიყო თუ არა მოსამართლეთა შემადგენლობა, პოლიტიკური ნიშნით გახმაურებული საქმეები, უგულავასა და კაბელების გაერთიანებული სარჩელი და რუსთავი 2 ამასთან არასამთავრობო სექტორი ითხოვს სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილებები საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონში. სწორედ ეს ცვლილებები მიაჩნია ქართულ ოცნებას უმნიშვნელოვანეს ნაბიჯად, რომელმაც მართველი გუნდის თქმით ქვეყანას თავიდან ააცილა ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი საკონსტიტუციო რევოლუცია. ადგილი ქონდა ნაციონალური მოძრაობის მხრიდან საკონსტიტუციო რევოლუციის გეგმას. რატომ იცვლებოდა ეს არჩევლები? რა მიზანი ქონდა არჩევლების შეცვლას? კვეთება, როგორც ჩანს, ძალიან მნიშვნელოვან საქმეებზე არჩევლების შეცვლა ერთ შემთხვევაში არის 10 გვერდით შეცვლის არჩევი და იგივე ნომრით დარეგისტრირებული. ეს არის რუსთავი 2 საქმე, კაბელების საქმე, რომელზედაც მოსამართლე ტურავა მისაუბრა. ყველა არჩევი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის ინტერესების სფეროშია მოქცეული და ასეთი არის ბოლო პერიოდში შესული 7 სარჩელზე მეტი. ეწერება მხოლოდ და მხოლოდ ერთი კოლეგიის სამოსამართლეს, როგორც მომხსენებელს. მათ აკავშირებდა მხოლოდ ის, რომ მისი შემოტანი იყო ერთი და იგივე პირი და ეს ყველა ეს პირი პირდაპირ დაკავშირებული ნაციონალურ მოძრაობას. კონკრეტულად ამ კოლეგიის 2 მოსამართლის პირდაპირი კავშირი ნაციონალურ მოძრაობასთან და ძალიან ახლო კავშირი სწორედ მათ შორის ბატონ გვარამიასთან და ამაზე ძალიან ბევრი საუბარი იყო. არჩევლების შეცვლა მიზნად ისახავდა სწორედ წინასწარ შეთანხმების პირობებში სასურველი შედეგის დადგომას და როგორც ჩანს, ეს წინასწარი მოლაპარაკება შედგა სარჩელის შემომტან ნაციონალური მოძრაობის ლიდერებსა და საკონსტიტუციო სასამართლოს ცალკეულ მოსამართლეს თუ მოსამართლეთა შორის, რაც ბუნებრივია აყენებს წინასწარ უკვე ამ გადაწყვეტილებას ეჭვისა და უნდობლობის პროცესში. ამ პროცესს უყურებს, როგორც კიდევ ერთხელ ვამბობ, ნაციონალური მოძრაობის გეგმას, ეს არის კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა და საკონსტიტუციო სასამართლოს გზით საკონსტიტუციო ეწოდებული რევოლუცია. ეს გეგმა მათ არ გამოუვიდა და არ გამოუვათ, იმიტომ რომ კონკრეტულმა მოსამართლეებმა იახ თავი დააღწიეს იმ გავლენას და იმ ზეწოლას, რომელშიც ისინი წლების განმავლობაში იმყოფებოდნენ. ეხლა კი უკვე საჭიროა საბოლოო გამოძიებამ დაადგინოს ფაქტები, რასაც თავად მოსამართლეები საუბრობენ ამ დღეების განმავლობაში. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა ამ გადაცემაში მოვისმინოთ ოპოზიციის მოსაზრებები. ჩვენი სტუმრები იქნებიან თავდაპირველად დავით დარჩიაშვილი ნაციონალური მოძრაობიდან, შემდეგ კი ვიქტორ დოლიძე, თავისუფალი დემოკრატების წარმომადგენელი. მე დავით დარჩიაშვილს მივესალმები, გამარჯობა, დიდი მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ბატონ დავით, საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარი, რომელიც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას, ამბობს ქართული ოცნება, კონკრეტულად მისი ლიდერები ეკაბესელია, გია ვოლსკი. თქვენ რა პასუხი გაქვთ ამაზე, რაც დღეს მოისმინეთ? ვიცით რა, იმდენად აბსურდულია ესეთი ბრალდება, რომ შეიძლება ამ აბსურდულობაზე ვილაპარაკოთ, მაგრამ სინამდვილეში ამ ადამიანებმა მშვენივრად იციან რა განზრახულობა აქვთ. მათ რომ ოდესმე თავისი მოღვაწეობის განმავლობაში მართლა დომებოდათ დამოუკიდებელი ძლიერი ინსტიტუტების მშენებლობა, რა თქმა უნდა, მაშინ საკონსტიტუციო სასამართლოს საერთოდ თავს დაანებებდნენ, იმიტომ რომ პირველად საქართველოში იქმნებოდა პრეცედენტი, როდესაც შესაძლებელი ხდებოდა სრულიად ჯანსაღი, პრინციპული ოპონირება აღმასრულებელ ხელისუფლებას საპარლამენტოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს შორის. სწორედ აქ შემოიჭრნენ გაზაფხულზე გახსოვთ ღამე აბსოლუტურად ქურდულად შეცვალეს კანონი, რომელსაც ასაჩივრებდა მთელი არასამთავრობო სექტორი, რომელზეც პრეტენზიები ჰქონდა ვენეციის კომისიას, არ დაელოდნენ არავის დასკვნას, ღამით ჩაატარეს სხდომა და ისე რომ თვითონ სხდომის ჩატარების პროცედურებიც იყო დარღვეული და შეცვალეს საკონსტიტუციო სასამართლოში გადაწყვეტილების მიღების წესი. ამასაც არ დაჯერდნენ და მიუხედავად იმისა, რომ ესე გაურთულეს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობა არგუმენტებით, მე ხო არ ვიძახი, რომ ვინმე იქ ოდესმე, ასე ვთქვათ, გადაწყვეტილებას იღებდა უაპელაციოდ, უარგუმენტირებულად, ხო? ყველაფერი საბუთდებოდა, იქ იყო არგუმენტები, თუ კი ვინმეს იქნებოდა ეს პაპუაშვილი თუ სხვა არგუმენტები არ ექნებოდა და ისე რაღაც გადაწყვეტილებას მიიღებდა, რაც გამორიცხულია ამათ ხელისუფლების პირობებში, ხო? ეხლა ვინმეს ამის შესაძლებლობა ჰქონოდა.
მაშინის სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ ყველაფერზე იყო არგუმენტები საკონსტიტუციო სასამართლოში. მათ ეს გაურთულეს არგუმენტებით მსჯელობის საშუალება იმის ნაცვლად, რომ კოლეგიას ემსჯელა ხოლმე მთელი პლენუმის გადასაწყვეტი გახადეს საკითხები, თუ კი თუნდაც ერთ მოსამართლეს მოუნდება ასეთი რამე და ეს ერთი პირობითად დავარქვათ ერთეული ტურავასი ყოველთვის ეყოლებათ, წყალქვეშა ნავი იქა, რომ ყველაფერი აურიოს პოლიტიკური მოტივების მიხედვით და ამის მიუხედავად კიდევ ახლა გამოაწყეს თვითონ იქ რაღაცა აჯანყება და ისეთი სცენები იმართება საკონსტიტუციო სასამართლოში, რომელიც სასამართლოს ფუნქციონირების პარალიზებას იწვევს და ამ ყველაფრის უკან დიახაც დგანან ხელისუფლების ის წარმომადგენლები, რომლებიც ბატონო დავით, აი თქვენ მერაბ ტურავა ახსენეთ, ის არის ქართული ოცნების უმრავლესობის მიერ დამტკიცებული, ხომ? ეს გასაგებია ტურავასთან დაკავშირებით თქვენი პოზიცია. მაგრამ სხვა მოსამართლეებზე მინდა გკითხოთ. მოსამართლეები, რომლებიც თუნდაც გუშინდელ სხდომაზე არ ჩავიდნენ და ხვდებოდნენ ამ დროს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს თბილისში. ამ მოსამართლეებს თქვენ განიხილავთ როგორც უკვე ქართული ოცნების გავლენის ქვეშ მყოფ მოსამართლეებს? ამ მოსამართლეებს განვიხილავ, რომელთა ისე რომ მათაც ასე ვთქვათ ეს ტურავას ერთეული სისხლში აქვთ უკვე, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში რა არის ამის მიზეზი, ხო? მოსამართლეებიც ადამიანები არიან, მით უმეტეს ისეთ ქვეყანაში, სადაც საკონსტიტუციო სასამართლოს, ვთქვათ, პრინციპული, დამოუკიდებელი, მძლავრი მდგომარეობა, აი ახლა რაღაცას ვთქვათ, მხოლოდ და მხოლოდ უნდა ჩამოყალიბებულიყო და უცებ ექვემდებარებიან ეს ადამიანები იმ ტრადიციულ, ბევრად უფრო ღრმად ფესვს გამდგარ ტრადიციულ მიდრეკილებას, რომ ხელისუფლების ლოიალურები იყვნენ და არ გაირთულონ ცხოვრება. აი ეს სჭირთ მათ და უბრალოდ დგავენ სამარცხვინო ნაბიჯს, როდესაც სხდომა არის ჩასატარებელი დანიშნულია და არ მიდიან ამ სხდომაზე. ნუ ახლა ბატონო დავით, აი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისადმი, ბატონო დავით, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლისადმი თქმა, რომ ის ირჩევს ლოიალურობის გზას ხელისუფლებასთან ურთიერთობაში და მეთანხმებით საკმაოდ მძიმე ბრალდება ის, რომ ისინი არ ჩავიდნენ სხდომაზე. ეს გაძლევთ ამის თქმის საფუძველს თუ კიდევ რაიმე სხვა ინფორმაცია გაქვთ ამ მოსამართლეებზე? ეს ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია ყოველგვარი ახლა რაღაცა გამოძიების გარეშე, იმის გარეშე, რომ აბა ვის უთვალთვალეს, ვის არ უთვალთვალეს პროკურატურაში, ვინ როგორ იქცევა და ვინ ვისი მეგობარია და ვინ დანიშნა, ხო? ამას დრო ჭირდება, თორე ესეც შეგვიძლია ძალიან მარტივად გავშალოთ, თქვა, საიდან მოდის ტურავას ფენომენი, ვინ იყვნენ მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური მფარველები წლების განმავლობაში და ბოლოს, როგორც ის საკონსტიტუციაში მოხდა, ან შევარდნაძის დროს რითი იყო დაკავებული, მაგრამ თავისთავად აგერ არის ფაქტი, რომ ეს ადამიანები თავიანთ კოლეგებს სწამებენ ცილს და შლიან სხდომას. ამის უკან პოლიტიკის გარდა, პოლიტიკური ინტერესის გარდა და საბოლოო ჯამში ივანიშვილთან კარგად ყოფნის გარდა სხვა мотиваცია არ არის. მეორე მხარესაც შევხედოთ, რასაც ქართული ოცნება ამბობს, რომ სხვა მოსამართლეები მაგალითად პაპუაშვილი დასახელებული იქნა დღეს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ვოლსკისგან, მაგალითად ვარძელაშვილი. ესენი არიან ნაციონალური მოძრაობის გავლენის ქვეშ. აი ამის შესახებ რა შეგიძლიათ თქვა? თქვენ ერთ ნაწილზე ისაუბრეთ მოსამართლეების, მეორე ნაწილსაც შევეხოთ. ბატონ გიავოლსკის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს სხვადასხვა ფორმაციების დროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყოფნის. მაგრამ არ ამგონია თეორია სახელმწიფოს მართვისა კარგად კონდეს შესწავლილი. და მოვახსენებ კიდევ ერთხელ, რომ თუ კი პოლიტიკურ პროცესში ხდება ისე, რომ რაღაცნაირად სხვადასხვა შტოებში, სხვადასხვა გემოვნების, სხვადასხვა დროს დანიშნული ადამიანები არიან მოხვედრილი, ხო? ეს კარგ ნიადაგს ქმნის იმისათვის, რომ შეკავება, გაწონასწორება და მართლა დემოკრატია, რასაც
ხელაღებით ქადაგებენ ხოლმე, მაგრამ აბსოლუტურად არ სცემენ პატივს, ხო? უფრო გამტკიცებული იყოს, უფრო ფესვგადგმული იყოს. მაგრამ სწორედ ამას ანგრევენ, ანუ დღეს იყო შესაძლებლობა, რომ წინა ხელისუფლების დროს შექმნილი ერთი შტო და ახალი ხელისუფლების შტოები თანაარსებობის პირობებში ყოფილიყვნენ და ამით ინსტიტუციონალური დამოუკიდებლობა მათი გაძლიერებულიყო და ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს დაანგრიონ. რაც შეეხება პაპუაშვილს, ვარძელაშვილს, სხვებს, მათი მოღვაწეობას გადახედონ ერთი თვალი და ნახავენ, რომ იგივე თუნდაც ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მათ მიუღიათ ისეთი სარჩელები და ისეთი გადაწყვეტილებები გამოუტანიათ, რომლებიც სულაც არ შედიოდა მაშინდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობის ინტერესებში. ეს იყო, თქვათ, მანიფესტაციების მოწყობის წესი და სხვა საკითხები. და ბოლო შეკითხვა მინდა დაგისვათ, ვიდრე დაგემშვიდობებით. ახლა არის ასეთი სიტუაცია. პროკურატურამ თქვა, რომ მის მიერ გამოკითხული არც ერთი მოსამართლე არ ადასტურებს, რომ მასზე პირადად იყო ზეწოლა, მაგრამ სხვა მოსამართლეები, მათ შორის თავმჯდომარე, ამბობს, რომ ნამდვილად იყო ვიღაცეებზე ზეწოლა. თქვენი აზრით, როგორ შეიძლება ეს პროცესი გაგრძელდეს? მოუწევს თუ არა პაპუაშვილს უფრო მეტის თქმა ან გამომძიებლებისთვის? ან საჯაროდ კონკრეტული გვარების დასახელება, ვიზეც მას ჰქონდა ინფორმაცია, რომ ზეწოლა ან ზეწოლის მცდელობა იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე არ დაიწყებდა რაღაც ბავშვურ თამაშებს და ისე არ იტყოდა რამეს, თუ ამის საფუძველი არ ექნებოდა. ხო? ამას ჩვეულებრივი ლოგიკა გვარნახობს, რომ მასზე არის ყველანაირი შეტევა და ეხლა ის კიდე რაღაცა დაუსაბუთებელ განცხადებებს გააკეთებდა, არ არის მასე. სამაგიეროდ უფრო ლოგიკურია ვიმსჯელოთ, რომ პროკურატურა, რომელიც დახურულ კარს მიღმა ატარებს პროცესებს და ამ 4 წლის განმავლობაში არაერთი მაგალითი ვნახეთ იმისა, თუ რა, ასე ვთქვათ, მონდომებით აკეთებს ამას, აბსოლუტურად გაუმჭირვალეა, რომ აბსოლუტურად არ ჩანს, რომ ის საქმის ძიებაში ობიექტურად იყოს დაინტერესებული. მას პოლიტიკური შეკვეთა აქვს და ამ შეკვეთას ასრულებს. ამის ეჭვი ძალიან დიდია საზოგადოებაში, ხო? თუნდაც ასეთი ეჭვის არსებობის პირობებში, თუ კი ვინმეს მართლა უნდოდა ისე ვიმეორებ ინსტიტუტებზე, დემოკრატიაზე, პრინციპებზე, მართალი ვინ არის, მტკვანი ვინ არის, ამაზე მსჯელობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას შექმნი და ასეთ საგანგებო ვითარებაში და იქ გავარკვევდით ყველანი თუნდაც ჟურნალისტების თან დასწრებით ერთი ვინ როგორ ასაბუთებს რომ მასზე ზეწოლა არ ყოფილა რა არგუმენტები მოყავს და დაუჯეროთ თუ არ დაუჯეროთ მაგრამ არ აკეთებენ ამას დახურული კარს მიღმა გამოდის პროკურატურის სპიკერი მერე და იძახის რომ აი ასეა თუ ისეა კბილაშვილის მერე ვხედავთ ჩვენ ბადაშვილისა და ასე შემდეგ რა სულისკვეთები შეიძლება იყოს ეს პროკურატურა. გმადლობ დავით დარჩიაშვილი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ჩაგვერთო პირდაპირ ეთერში. ახლა ვიქტორ დოლიძე რამდენიმე წუთში თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი უპასუხებს ჩვენ შეკითხვებს. მე შეგახსენებთ რომ დღეს ქართული ოცნების ლიდერებმა ილაპარაკეს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ და თქვეს რომ საკონსტიტუციო რევოლუციის სცენარში იგულისხმებოდა შემდეგი რომელსაც გეგმავდა ნაციონალური მოძრაობა ოცნების აზრით. წარმოიდგინეთ რა შეიძლება მომხდარიყო თუ იმ ცვლილებებს ჩვენ არ მივიღებდით, რაც მივიღეთ პარლამენტში ბოლო სესიებზე, როდესაც გავზარდეთ გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და ნაცვლად 2 მოსამართლისა დღეს საჭიროა 6 ან სხვადასხვა საკითხზე 5 მოსამართლის ხმა, რათა გადაწყვეტილება ყოფილიყო მიღებული. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოხდებოდა მაგალითად თუ ჩვენ მიერ განხორციელებულ ცვლილებებამდე 2 მოსამართლის ხმით მაგალითად გააუქმებდა რომელიმე კანონს, მათ შორის საარჩევნო ნორმებს იმ პერიოდში, როდესაც საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, როდესაც არჩევნების დღე დანიშნულია და როდესაც პარლამენტი უკვე აღარ მუშაობს სასესიო ფორმატში. უქმდება ძირითადი კანონი, რომელიც აწესრიგებს საარჩევნო პროცესს. რა შეიძლება მომხდარიყო? ქაოსი, სრული სამართლებრივი ვაკუუმი, რომელიც იქნებოდა დასაწყისი ისეთი ტიპის პროცესების, რომლის წარმოდგენა მართლაც ძალიან მძიმე სურათს ქმნის, ამბობს ეკაბესელია ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერი. მე ასევე შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ისინი ითხოვენ სწორედ იმ ცვლილებების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელიც რამდენიმე თვის წინ საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა. ვიქტორ დოლიძე, როგორც გითხარით, თავისუფალი დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერი უპასუხებს ახლა ჩვენს შეკითხვებს პირდაპირ ეთერში. ბატონო ვიქტორ, მოგესალმებით. ჩემი შეკითხვა თქვენ და მე არის ასეთი საზოგადოებაში სულ უფრო მძაფრდება განხილვა იმის შესახებ თუ რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში.
არის მოსაზრება, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაყოფილია ორ ნაწილად პოლიტიკური გავლენების მიხედვით. თქვენ რას ფიქრობთ? იზიარებთ თუ არა ამ მოსაზრებას? მეც მოგესალმებით, ვახობანდლოა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისთვის. ჩემი აზრით ის რაც ხდება საკონსტიტუციო სასამართლოში ამას ნამდვილად ქვია კრიზისი და ეს ხდება ძალიან სამწუხაროდ გარედან ჩარევის გამო. ჩვენ სანამ არ მოვეშვებით ერთხელ და სამუდამოდ განსაკუთრებით სასამართლოში ხელების ფათურ სახელმწიფოს მხრიდან, მანამდე არაფერი არ შეიცვლება ინსტიტუციონალურად. ძალიან სამწუხაროდ მე ვერ ხედავ რომ დღევანდელ ხელისუფლებას აქვს ინსტიტუციონალურად რეალურად დამოუკიდებელი და თავისუფალი გახდეს სასამართლო. ეს ძალიან სამწუხარო მემკვიდრეობაა, რომელიც სააკაშვილმა დაგვიტოვებულებრივია, მაგრამ სამწუხაროდ ანალოგიური ნაბიჯებით ცდილობს ასევე ამჟამინდელი ხელისუფლებაც რომ ჩაერიოს სასამართლოს საქმიანობაში. ამიტომაც მოხდა იქ გაყოფა, ამიტომაც ხდება იქ საკონსტიტუციაში რაც მოხდა. თქვენ იცით რომ სასამართლოში ხარ ჩვენ მურუსიძის სასამართლოზე ერთხელ ვილაპარაკია თავისუფალ დემოკრატებს და გვაქვს ამის საფუძველი ხო თქო და ვსაუბრობთ ბოლო-ბოლო 5 აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი პოლიტიკური მიზნების გამო სხედან ციხეში. იმედია ჩვენ ვიბრძოლეთ ბუნებრივია ბოლომდე და აუცილებლად გამოვიყვანთ მაგ იქიდან როცა იქნება, მაგრამ ის რაც მოხდა სასამართლოში, ეხლა უკვე საკონსტიტუციო სასამართლო ქონდათ დარჩენილი ერთადერთი სადაც უკვე თქვათ მიღებული გადაწყვეტილებების ან გაправება მოხდებოდა, ან და გადაიხედებოდა ისე როგორც ეს სულს ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, ძალიან ცუდია, ეს არ არის კარგი ქვეყნისთვის, ნამდვილად არ აისახება ეს კარგად, მაგრამ სულ რაღაც თვენახევარი დარჩა ალბათ ამ არჩევნებამდე და ვფიქრობ, რომ ჩვენ ბატონო ვიქტორ, აი როდესაც გავლენებზე ვსაუბრობ, ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი. ვთქვათ, ხედავთ გარკვეულ გამიჯვნას, ხედავთ გარკვეულ განსხვავებულ მოსაზრებებს თავად მოსამართლეთა შემადგენლობაში, ხომ? ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ ნაწილზე მოსამართლეების არის გავლენა ყოფილი ხელისუფლების და ნაწილზე ქართული ოცნების. თქვენ თავისუფალი დემოკრატები როგორ აღიქვამთ ამ პროცესს? რა ხდება საკონსტიტუციო სასამართლოს შიგნით კონკრეტულ მოსამართლეებთან დაკავშირებით? ჩვენ არ გვაინტერესებს თავისუფალ დემოკრატებს ვისგან იქნება და რომელ ნაწილზე იქნება ზეწოლა მოსამართლეებზე და ვინ იმოქმედებს გარედან, ასე ვთქვათ, სასამართლოს მიერ თავისუფალი გადაწყვეტილებების მიღებაზე. ერთხელ და სამუდამოდ ეს უნდა დასრულდეს. ჩვენ თავისუფალ დემოკრატებს გვაინტერესებს ის, რომ სასამართლო საქართველოში იყოს რეალურად დამოუკიდებელი, რეალურად ძლიერი და თავისუფალი ნებისმიერი საგარეო და გარეშე უფრო სწორედ ჩარევებისაგან. ჩემთვის სულ ერთია ამ შემთხვევაში სააკაშვილის დროინდელი ან შემდგომ მოსული ხელისუფლების წარმომადგენლები ჩაერევიან თუ ვინც არ უნდა იყოს გარედან. ეს არის ძალიან ცუდი, ამიტომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ პირველი რასაც გავაკეთებთ ხელისუფლებაში მოსulis შემთხვევაში, ეს იქნება სასამართლოს ინსტიტუციონალურად ერთხელ და სამუდამოდ გაძლიერება, ჩამოყალიბება და მისი დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა. კარგი, სხვაგვარად დაგისვამ შეკითხვა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, როგორც ინსტიტუციის მიმართ, აი კონკრეტულად დღეს. ეს ნდობა გაქვთ თუ არა შენარჩუნებული, როგორც დამოუკიდებელი ორგანოს მიმართ თუ ეს ნდობა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ, აი ბოლო დღეების განმავლობაში შეგერყათ თუ არა, ასე ვთქვათ, თავისუფალ დემოკრატებს. კითხვა ეს სადაც მეტნაკლებად ნდობა არის შენარჩუნებული და ამის თაობაზე ყველა უწყით, იმიტომ რომ სამართალი ვერ გავარკვიეთ ვერსად მანამდე და ეხლა მაინც იმედი რჩება, რომ ეგება და სწორად წარიმართოს პროცესი. თუნდაც იმ 5 სამხედროს, თქვა, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებზე ჩვენ ყველაზე ძალიან რასაც გამიხსნით თავისუფალი დემოკრატები და ამ პასუხისმგებლობას გძნობთ, ხო სწორია? ეხლა გვაქვს დარჩენილი სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში ამის იმედი, რომ იგი გადადგავს ამ ნაბიჯს, პრეზიდენტის შეწყალებაზე კიდე ცალკე არაერთხელ გვისაუბრია. მაგრამ რამდენად იქნება ეს ხარისხი გაზრდილი, რამდენად მოქმედებენ სხვა მოსამართლეები და რას იზავენ, თქვენ წარმოიდგინეთ ისეთი რაღაცა მოხდა, რომ გია ცაგარეიშვილის თქმის არ იყოს, შატალოზე წავიდნენ მოსამართლეები უბრალოდ გუშინ, ანუ განსახილველი საკითხი იყო
უკავშირდებოდა სწორედ კაბელების თემას და უბრალოდ არ შევიდნენ და არ განიხილეს. საერთოდ რაზე გვაქვს საუბარი? ამგვარი რაღაცა მე სასამართლო პრაქტიკაში მოხდარიყოს არც კი გამიგია. ამიტომ საკმაოდ რთულია ვითარება და მე არ მაქვს იმის 100%-იანი გარანტია, რომ რაღაც მის დამოუკიდებლობის ხარისხი დღეს თქვენთან ერთად ამ ვიბრძოლო. მეტნაკლებად აქვს შედარჩუნებული საკონსტიტუციო სასამართლოს ჩემი აზრით და მე კიდევ მინდა ვიწამო ის, რომ მოსამართლეები თავმჯდომარე იმოქმედებენ სამართლის ფარგლებში და სამართლიანად. და ბოლო შეკითხვას დაგისვამთ, რადგან ასე ხშირად ისმის ეს ნდობის საკითხი ინსტიტუტების მიმართ, ხო? ეს იქნება საკონსტიტუციო სასამართლო, საერთო სასამართლოები თუ პროკურატურა. ვიცით ყველამ, რომ პაპუაშვილმა გააკეთა განცხადება, არა მარტო მან, სხვამაც, რომ კონკრეტულ მოსამართლეებზე თუ მოსამართლეზე იყო ზეწოლა ან ზეწოლის მცდელობა. შემდეგ პროკურატურამ თქვა, რომ არც ერთმა მოსამართლემ, ვინც მან გამოკითხა, ეს არ დაადასტურა, ხო? აი ამ შემთხვევაში, უკვე ნდობაზე არის ლაპარაკი, მე ვიცი თავისუფალი დემოკრატების პოზიცია, რომ თქვენ პროკურატურა საკმაოდ სკეპტიკურად უყურებთ, ხო? ასეთ შემთხვევაში როგორ უნდა გაირკვეს სიმართლე? ან თქვენში რომელი განცხადება იწვევს ნდობას პროკურატურის, პაპუაშვილის თუ ამ პროცესების შედეგად როგორ აკეთებთ ანალიზს? იცით რა არის, პაპუაშვილმა ძალიან სერიოზული საკითხი დასვა, პაპუაშვილმა ძალიან სერიოზული ბრალდება წაუყენა ხელისუფლებას ამ შემთხვევაში და ეს უნდა გაირკვეს აუცილებლად. მე ნამდვილად არ მაქვს იმის საფუძველი ეხლა რომ პაპუაშვილის განცხადება შევაფასო როგორც ტყუილი ან მართალი, მე ეს არ ვიცი და არ შემიძლია. მიუხედავად იმისა, რომ თვითონ პაპუაშვილიც ისევე როგორც სასამართლოს სხვა წევრები, რომ ერთხელ და სამუდამოდ რეალურად საკონსტიტუციო სასამართლო მეტნაკლებად შეიძინა ხო იმის ვთქვათ იმის ხარისხი როგორც უნდა ემოქმედა აქამდე და მეტნაკლებად გაუმჯობესებულია მისი მუშაობა, ორი აზრი არ არის. მე ხა არ ვიცი რამდენად სწორია იგი თუ არა. წერტილი უნდა დაეშვას, ბუნებრივია ყველა ვარიანტში და უნდა გამოიძიო. მაგრამ თქვენი თქმის არ იყოს, მე ხლა მე დღეს ყოველ შემთხვევაში მეტი საფუძველი მაქვს იმისა, რომ პროკურატურას უფრო არ ვენდო, ვიდრე ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს. და ეს მე მგონი გასაკვირი არავისთვის არ იქნება. პროკურატურამ უზრუნველყო ის, რომ ის ხუთი კაცი კიდევ ერთხელ ვიმეორებ, დღეს ციხეში აბსოლუტურად უდანაშაულოდ ყოველგვარი мотиваციაც კი არ არქოდა პროკურორს, რომ ბრალი წარედგინა მათთვის. ამიტომ მე ძალიან სკეპტიკურად ვარ ამასთან დაკავშირებით განწყობილი მართალი გითხრათ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, თქვენ ახევარი დარჩა არჩევნებამდე და მოუწოდებს საზოგადოებას იაქტიუროს აუცილებლად, ვისაც არ უნდა უჭერდეს ხარს. გმადლობთ ვიქტორ დოლიძე, თავისუფალი დემოკრატების პოზიცია მოვისმინეთ. დიდი მადლობა თქვენ. პირდაპირ ეთერში გმადლობთ თქვენ. ჩვენ რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით რამდენიმე წუთში დისკუსია გვექნება ვალერი კვარაცხელიასა და მანანა ნაჭყებიას შორის. ვალერი კვარაცხელიამ რამდენიმე დღის წინ თქვა ასეთი რამ რუსეთთან უნდა აღდგეს სამხედრო სტრატეგიული პარტნიორობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში უნდა განთავსდეს რუსეთის სამხედრო ბაზები. ჩვენ სტუმრებს ამ თემებზე, რა თქმა უნდა, განსხვავებული მოსაზრებები აქვთ, რომელსაც მოვისმენთ პირდაპირ ეთერში რამდენიმე წუთში.